ისინი მართლაც საოცარი მისაბაძი მაგალითები არიან და მათი ღირებულებები ამერიკული ღირებულებებია, რომლებიც უნდა აღვადგინოთ და ყველას იმედი მივცეთ. გუბერნატორისგან უკვე მოვისმინეს, მაგრამ თქვენგან ჯერ არაფერი ხსმენია ამ გამოძიების შესახებ, რა სიტყოდით? უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ ამ შთაგონებისა და ლიდერობისთვის. ჩვენ კიდევ მეტი ესეთი რამ გჭირდება. ჰეი, ესეთი რაღაცები სხვა ქვეყნებში ხდება. ეს არის ყველაფერი, რასაც ვიტყვი. სხვა ქვეყნებში ხდება. ვინ უნდა დამესხას თავს? დამესხით თავს. სასიამოვნო ორივეს ნახვა. კაპოტანო პირველობდი ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. მადლობა გუბერნატორო. მადლობა. დიდი მადლობა. კეითი, ანუ როცა ირგვლივ ყურები, ყველა აქ არის. ანუ ისე ჩანს, თითქოს ვიღაცა ძალიან ცუდად მოიქცა, რადგან არ მგონია რამე უფრო ცუდი იყოს, ვიდრე გადასახადის გადამხდელების ფულის მოპარვა, შენი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. მაშინ როცა სინამდვილეში ამით უბრალოდ შენს ცხოვრების სტილს აფინანსებენ. და რა თქმა უნდა, მე გევინ ნიუსამის ცოლს გულისხმობ. ვინც არიცით, კალიფორნიის გუბერნატორი, რომელმაც რაღაცნაირად იმ ქალაქის სრული განადგურება გამოიწვია. და ფიქრობს დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინაციაზე კენჭის ხრაში მონაწილეობაზე. აღმოჩნდა, რომ მისმა ცოლმა ცოტა პრობლემაში ჩააგდო. მოდით გავიგოთ რა ხდება. საწყისისთვის დღეს ასეთ პოსტს წერს. მე და ჩემი ცოლი დონალდ ტრამპის სამიზნე სიაში შევედით. მან თავისი იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, რომ ჩვენზე გამოძიება ჩაეტარებინა. დანაშაული ვერ იპოვეს. უბრალოდ ცდილობენ, რომ იპოვონ. სასტრაფო ამბავია, როცა ვინმე დანაშაულს ეძებს, სწორედ ძიებით იწყებს. როგორც არ უნდა იყოს ის ჩემზე, იმიტომ არ მოდის, რომ ბოროტი ტვიტები დავწერე, არამედ იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ. მას ძულს, რომ ყოველთვის ვაკრიტიკებ. ის უბრალოდ ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ბატონო პრეზიდენტო, მოდით ჩემზე. მე არსად მივდივარ. ეს არის გევინ ნიუსამი, ტიპური სიმპათიური ამერიკელი მამაკაცი. ისეთი, რომელიც პრეზიდენტობისთვის შესაფერისად გეჩვენებათ. გარდა იმისა, რომ თუ მის საქმიანობას დააკვირდებით, შეიძლება რაღაცები საეჭვოდ მოგეჩვენოთ. ეხლა რაც ამ ბრალდებაში საინტერესოა და უბრალოდ როგორც დასაწყისისთვის, ფაქტია, რომ გამოძიება დაიწყო ბაიდენით და არა დონალდ ტრამპით. მაგრამ ამაზე მალე ვისაუბრებთ. ბოლო დღეებში ფედერალური აგენტები ოჯახის მეგობრებსა და ყოფილ თანამშრომლებს კარზე აკაკუნებდნენ. არა იმიტომ, რომ დანაშაული იპოვეს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ცდილობენ იპოვონ. სხვათა შორის მათთვის, ვინც არ იცის, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ეს კაცი კითხულობს ხელოვნური ინტელექტის სცენარს, რადგან ხელოვნური ინტელექტი ასე მუშაობს. ჯერ ამბობს რაღაც უარყოფითს და შემდეგ ამბობს რაღაც დადებითს. ასე რომ არა ამის გამო, არამედ ამის გამო. ასე რომ თუ ოდესმე უსმენთ პოლიტიკოს, რომ გაიგოთ თავად დაწერა თუ არა თავისი სიტყვები, თუ ვინმემ ჩააგდო ეს ChatGPT-ში, ეს შეიძლება იყოს თქვენი მინიშნება. ისინი ითხოვენ ჩანაწერებს. ისინი ბოროტად იყენებენ გრანდ ჟიურის პროცედურას, ათვალიერებენ წლებისა და წლების შემთხვევით დოკუმენტებს. Donald Trump ხოლო ჩემი კაცი თვიტების გამო არ მომდევს. ის ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან ვფიქრობ პრეზიდენტად კენჭი ვიყარო. ალბათ სინამდვილეში ის თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან მათემატიკა არ გამოდის, მეგობრებო. ამ ამბავში მათემატიკა არ ემთხვევა. ასე რომ თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება ამაზე. მოდით ერთად გამოვთვალოთ გევინ ნიუსამის შემოსავალი. 1,4 მილიონი წლიური შემოსავალი, 450,000 ფედერალურ და შტატის გადასახადებში, 200,000 გადახდილია საშინაო პერსონალისთვის, 150,000 კერძო სკოლის სწავლის გადასახადი, 200,000 სიღარიბის გადასახადი, მინიმუმ 20,000 კომუნალურებში. კარგი, უკვე მილიონზე ვართ. ეხლა დაამატეთ 120 წელი იპოთეკის გადახლებში საკრამენტოს სახლზე და 106,000 ანუ 506,000 დოლარი წელიწადში იპოთეკის გადახლებში ახალ სახლზე, რომლის გარანტიაც მისმა სიმამრმა და სიდედრმა უნდა ყოფილიყვნენ. და ეს არ მოიცავს საკვებს, ტანსაცმელს, გართობას, სპორტს 4 ბავშვისთვის. მათი ფინანსური დეკლარაციები არ აჩვენებს აქტივების დიდ გაყიდვებს. და გევინს ვერ შეუძლია გაყიდოს აქტივები თავისი ბრმა ტრასტიდან მაინც, სადაც მისი აქტივების უმეტესობაა. თუ მმართველები გაყიდიან აქტივებს, შემოსავალი უნდა დარჩეს ტრასტში, სანამ ტრასტში, სანამ ის თანამდებობაზეა. ასე რომ პირველ რიგში ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს მათემატიკა არ ემთხვევა რეალობას. მაგრამ დემოკრატ კანდიდატებთან მათემატიკა თითქმის არასდროს ემთხვევა რეალობას. ეს არის უცნაური ფენომენი, როცა ისინი რაღაც რაოდენობის ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ საბოლოოდ ბევრად უფრო მდიდრები ხდებიან. ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომ რიცხვები არ ემთხვევა ერთმანეთს, ხალხმა დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. და არ გაგიგვირდებათ, რაც აღმოგვიგვირდება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯენიფერ ნიუსამმა თითქმის 4 მილიონი დოლარი გადარიცხა საკუთარ თავზე, იმ არაკომერციული ორგანიზაციიდან, რომელიც დაფინანსებულია გევინ ნიუსამის დონორების მიერ. ცოტა საკამათო ჯერს. ჯენიფერ ნიუსამის არასამთავრობო ორგანიზაცია Representation Project ძირითადად დაფინანსებულია გევინ ნიუსამის პოლიტიკური დონორების მიერ. ჯენიფერ ნიუსამმა ხელფასის სახით აიღო 1,8 მილიონი დოლარი. მან კიდევ 2,1 მილიონი დოლარი გადარიცხა თავის პროდიუსერულ კომპანიაში Girl Club Entertainment-ში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო გადმორიცხული. ეს კლასიკური ფულის გათეთრების მაგალითს გავისგავს და ჩემთვის ცოტა რთულად გამოიყურება. შეგახსენებთ ამ ადამიანს უყვარს თხუილების თქმა. პრეზიდენტი ტრამპი და გევინ ნიუსომანი ისევ არენაზე დაბრუნდნენ და ამჯერად ფსონები უკანონოა. ახალი ბრძოლა იწყება ფედერალური გამოძიების შესახებ ცნობების ფონზე, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორსა და მის მეუღლეს ეხება.
მაშინ როცა Newsom-ი ცდილობს გამოძიება პოლიტიკური რაღაც წარმოაჩინოს, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, რა სიძიებს ზუსტად იუსტიციის დეპარტამენტი. ეხლა ჩემთან ერთად არიან ფედერალისტის უფროსი კონტრიბუტორი და Real Clear Investigations-ის მთავარი რედაქტორი Ben Weingarten და ალაბამას ჩრდილოეთის ოლქის ყოფილი აშშ-ის პროკურორი Jay Towney. ბატონებო, მადლობა რომ დღეს საღამოს ფალში შემოგვიერთდით. რას ფიქრობთ, Ben? ეს არის ლეგიტიმური გამოძიება თუ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება, როგორც Newsom-ი ამტკიცებს? პირველ რიგში Newsom-ს აქვს უპირატესობა, რადგან ის შეიძლება იყოს პოტენციური სამიზნე აქ, ასე რომ მას შეუძლია სცადოს და შექმნას საკუთარი ნარატივი. ის იყვირებს, რომ ეს არის იარაღად გამოყენება. ის იყვირებს, რომ ეს არის თევზაობის ექსპედიცია. და რა თქმა უნდა, იუსტიციის დეპარტამენტი არ დააკომენტარებს მიმდინარე გამოძიებას, ასე რომ ის ცდილობს აქ ნარატივის შექმნას. თუ ის ამბობს, რომ არაფერია, მოდი ვნახოთ. მაგრამ ბევრი ეჭვია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებთანაც მისი ცოლი იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ეს ისაა, რასაც ისინი ხშირად აკეთებენ. ნახეთ, შეგვიძლია მსხვერპლის როლი ვითამაშოთ. ისინი უბრალოდ ჩვენზე მოდიან. ის ბიჭები, რომლებიც ჩვენზე იძიებენ, წარმოაჩინან როგორც ბოროტები, რომ არავინ დაიჯეროს ის რეალური და სანდო მტკიცებულება, რაც არსებობს. ესაა მათი სტრატეგია. შეიძლება გაიფიქროთ, რატომ საუბრობ Gavin Newsom-ის ცოლზე. ეს იმიტომ არ არის, რომ განსაკუთრებულად მაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მივეცით ამ ადამიანებს ძალაუფლებაში მოსვლის უფლება. ვინებიც კორუმპირებულები არიან, კორუმპირებულები. და შემდეგ ისინი ცდილობენ მედიის გამოყენებით დაგვაბნიონ, რომ დავფიქრდეთ, მართლა კორუმპირებულები არიან თუ არა. ამასობაში კი საშინელებებს უშვებენ საკუთარ ქალაქებში, საკუთარ ოლქებში. როგორც მალე ვნახავთ, რა ხდება რეალურად ლოს-ანჯელესში. ეს ჩემთვის პრობლემაა. რადგან თუ გვინდა რომ ჩვენი საზოგადოება ჯანმრთელი იყოს, თუ გვინდა რომ ჩვენი შვილები უკეთეს სამყაროში გაიზარდონ, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან, არ არიან ლეგიტიმური ლიდერები. ისინი არ არიან ადამიანები, ვისაც მართლაც აქვს მორალი. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ საჯარო სახსრები, იცრუონ და მანიპულირონ იმისთვის, რომ თავიანთი ნარატივი წინ წაწიონ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უნდა გაუშვათ და ასეთი ყველა ამბავი უნდა გავამჟღავნოთ. რადგან თუ ეს კაცი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოუვა ფინანსურ მდგომარეობას, თუ მას არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან, რომ მისმა ცოლმა არაკომერციული ორგანიზაციიდან ფული გადაიკაჩოს. რა მოხდება მაშინ, როცა მას რეალურად ეკრება წვდომა დიდ თანხებზე? ის ფული, რაც მათ მიიღეს და ამ თანხების წყაროები და არ დაგვავიწყდეს, რომ სულ გასულ წელს მისი ყოფილი აპარატის უფროსი გაასამართლეს, ასე რომ ნახავთ, ამ კვამს უკან ცეცხლიც დგას თუ არა. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მას ასე ძლიერად ამოწმებენ, ალბათ რაღაცა მტკიცებულება არსებობს, რომ აქ სიღმისეულად ჩახედონ. და სხვათა შორის იყვნენ არარეპუბლიკელები ან არარეპუბლიკელი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მოქმედი იუსტიციის დეპარტამენტები, რომლებმაც გამოიძიეს Newsom-ის გარემოცვა, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, ის ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს დონალდ ტრამპი მტერი იყოს. როგორ ბედავს? ის უბრალოდ იმიტომ მიტევს, რომ პრეზიდენტობა მინდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სინამდვილეში ბაიდენი იყო ის, ვინც დაიწყო გამოძიებები და ამ კაცს იძიებდა, რადგან რაღაც აქ ცოტა საეჭვოა. ეხლა ზუსტად ვიცით, რომ ფული მოპარულია. ზუსტად ვიცით, რომ ეს არაკომერციული ორგანიზაცია არასწორად გამოიყენება. არა, არ ვიცით. მაგრამ ბევრი ნიშანია, რაც ამ მიმართულებით მიუთითებს. და ის კიდევ ერთხელ ეცდება, რომ თავისი ვერსია პირველმა გაავრცელოს, მართოს ნარატივი და ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს დონალდ ტრამპს Gavin Newsom-ის ეშინია, რადგან ის პრეზიდენტად იყრის კენჭს. და სინამდვილეში შეიძლება უბრალოდ ის იყოს, რომ ხალხს შეუძლია თავად იფიქროს. ეხლა სპენსერ პრატმა გააფრთხილა Newsom-ი და უთხრა, რომ ის არასდროს გახდება პრეზიდენტი, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში იმდენი დრო აქვს, რამდენიც უნდა, რათა დარწმუნდეს, რომ ეს არ მოხდება. მისი 70 ადვოკატის გუნდი, ესენი არიან მისი მეზობლები, მისი სახლებიც ასევე დაიწვა თუ არ იცოდით. ისინი ყველა ერთად მუშაობენ და Newsom-ი არის მთელი ოპერაციის სპიკერი. მათ იპოვეს პირველი პარტნიორის ოფისი, რომელსაც Newsom-ის ცოლი ხელმძღვანელობს. ასე რომ თოპანგაში ბუჩქების გაწმენდის ნაცვლად ისინი პალისადებში ხანძრებს აიცილებდნენ თავიდან. მათ საკუთარი ფული საკუთარ თავს შესწირეს. პირველი პარტნიორის ოფისისთვის უკვე $5 მილიონ-ზე მეტი აქვს შეწირული. ეს პრობლემაა, რადგან თუ Gavin Newsom-ის მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა პალისადების ხანძრები, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რადგან მისი ცოლის არასამთავრობო ორგანიზაციას ეს ფული უნდა გამოეყენებინა იმისთვის, რომ ყველაფერი უსაფრთხო ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს ფული თავისთვის აიღეს. ეს ცოტა პრობლემაა. და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ეს მაქსიმალურად დაეფარათ. კიდევ ერთხელ, ეს მისი ცოლი და თვითონაა. ისინი კალიფორნიას ძარცვავდნენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. აი რატო ვფიქრობ, რომ უეცრად ჰარისი გამოჩნდა და ამბობს, რომ გუბერნატორი არ იქნება. ის სინამდვილეში პრეზიდენტობისთვის აპირებს კენჭისყრას, რადგან ამ ყველაფრის ბოლოს Newsom-ი შეიძლება დასრულდეს. თუ მათ შეძლეს Newsom-ზე მთელი ინფორმაციის გამოტანა, ის შეიძლება დასრულდეს.
და მომწონს რომ უთხრა მას. ძმაო, მე ვიზრუნებ იმაზე რომ პრეზიდენტი არასდროს გახდე, რადგან ეს მთელი იურისტების გუნდი ამბობს. ჩვენ ვიზრუნებთ რომ ის პრეზიდენტი არასდროს გახდეს. მოხედეთ, მე პირადად არ მინდა რომ ეს კაცი პრეზიდენტი გახდეს, მაგრამ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები პრეზიდენტობას რომ თავი დავანებოთ უბრალოდ როგორც კალიფორნიის მმართველი ძალიან მძიმეა. თქვით რომ 1 წამით გადავხედავდით რა ხდება ლოს-ანჯელესში. აი პატარა შეხსენება. ეს ანჯელა როუზისგანაა. ლოს-ანჯელესის NAC გლობალურად სიმდიდრით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ სულ რამდენიმე ტუთის სავალზე მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ცათამბჯენებიდან არსებობს ყველაზე სევდიანი, ბინძური და ბარბაროსული ადგილები, რაც კი შეგიძლია წარმოიდგინოთ. რაც გევინ ნიუსომმა და კარენ ბასმა გააკეთეს არის ის, რომ მათ მაქსიმალურად დააფინანსეს ჩვენი ხალხის დამცირება. მილიარდობით დოლარი იხარჯება იმისთვის, რომ 70,000 ადამიანი დარჩეს ციკლში, სადაც ირებენ უფასო ნემსებს, უფასო საკვებს, ფულს ნარკოტიკებისთვის, უფასო საცხოვრებელს, ყველაფერს, რათა ისინი განაგრძონ მაქსიმალური დამცირების უარყოფით სპირალში ყოფნა. LA-ის ნამსახურების დათვლის ორგანომ ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 1 მილიარდი დოლარი მიიღო გადასახადის გადამხდელებისგან. და აი ასე გამოიყურება ქუჩები. ვიღაცა სრულიად შიშველი დადის შუა ქუჩაში. შეხედეთ ამას. ის ახლა მოძრაობას აჩერებს, ავტობუსიც არის იქ, შეხედეთ ამას. ახლა კი ის აჩვენებს შეურაცხყოფელ ჟესტს ავტობუსს და ყველა გამნეულ მანქანას. ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს მართლაც სამწუხაროა და ეს არ არის ის, რასაც ლოს-ანჯელესზე ფიქრობ. როცა ლოს-ანჯელესზე ფიქრობ, წარმოგიდგენია ლამაზი წყვილები, სიმდიდრე, ჰოლივუდი და ცნობილი ადამიანები. აი ადამიანი მიდის. მაგრამ იქ კულისებს მიღმა რაღაცა სხვა ხდება. და ხალხი ამაზე იმდენად არ საუბრობს, ამდენადაც უნდა საუბრობდნენ. ლოს-ანჯელესის მცხოვრებლებს ეს კარგად იციან. მოდი მოვისმინოთ რა სიტყვიან ისინი. გევინ ნიუსომმა უბრალოდ აღიარა თავისი დანაშაული, რადგან ვერ ვხედავ როგორ დადებდა უდანაშაულო ადამიანი ამას ინტერნეტში. ასე რომ გევინ ნიუსომი ტირის, რადგან დონალდ ტრამპი მასზე და მის ცოლზე გამოძიებას იწრებს. პრობლემა რაც ამ პოსტთან მაქვს ისაა, რომ ის მუდმივად იმეორებს, თითქოს არაფერი დაუშავებია. თუ ასეა, მაშინ გამოძიებასაც მიესალმებოდი. პირველ რიგში, მეორე, შენ ზეიმობდი პოლიტიზებულ იუსტიციის დეპარტამენტს, რომელიც წლების განმავლობაში დონალდ ტრამპს დასდევდა და ახლა შენს მიმართ ლეგიტიმურ გამოძიებას პრობლემა დაქვს. მე მეგონა, რომ არავინ იყო კანონზე მაღლა და ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გევინ ნიუსომი ამბობს, ტრამპის მოტივი ისაა, რომ პრეზიდენტობაზე კენკის კრას აპირებს. ხედავ, ეს ნარატივის ომია. ისინი ცდილობენ გააკონტროლონ. შეხედე, მოდი ამ დანაშაულებრივ ოჯახს გადავხედოთ. აქ უყავს ჯენიფერ ნიუსომი და გევინ ნიუსომი. მას აქვს კალიფორნიის სკოლების სახელმწიფო დაფინანსება და ეს დაკავშირებულია ამ არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელიც ფულს უგზავნის ამ გოგონათა კლუბის გართობას $1,000,000-ზე მეტ, რაც შემდეგ მიდის დამფუძნებელთან და მფლობელთან მოგების სახით. გარდა ამისა, არსებობს რეპრეზენტაციის პროექტის დაფინანსება ჯენიფერ ნიუსომისთვის $1.5 მილიარდი. და ასე შემდეგ. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. და როცა რეალურად იწყება ამ ყველაფრის შესწავლას, ხედავ, რამდენად სწრაფად შეიძლება დაინგრას ღმერთების სახლი. გევინ ნიუსომი აგზის, ამ პატარა ლექციას კითხულობს და ამბობს: დაიცავი თავი ჩემი ცოლისგან. არ ილაპარაკო ჩემს ცოლზე. მე ვიქნები ავანგარდი, რომელიც ქალებს დაიცავს. როგორ გაბედე და ჩემს ცოლს მიადგი. გევინ ნიუსომი ჩემს ცოლს მიადგა, როცა კალიფორნიაში წავედი, რომ გამენჟავნებინა მასობრივი უსახლკარობის თაღლითობა, რომელსაც არჩევნების გასაყალბებლად იყენებდნენ, რაც მართლაც გააკეთეს. გევინ ნიუსომმა ინსტინქტურად და დაუყოვნებლივ შეუტია ჩემს ოჯახს უსაფუძვლო ტყუილებით. როგორც მისი პირდაპირი პასუხი იმაზე, რომ მის შტატში თაღლითობა გამოავლინე. მადლობა უნდა ეთქვა ჩემთვის. შეიძლება ჩემთანაც ემუშავა და ამას სიხარულით მივირებდი. მაგრამ გევინ ნიუსომი შესაძლებლობას ირენებს, რომ შეუტიოს ჩემს ცოლსა და ოჯახს. კალიფორნიელმა კაცმა ფედერალურ სასამართლოში ცნობთავი დამნაშავედ ჩემი ცოლისა და ოჯახის მკვლელობის მცდელობაში. ეს კარგი სურათი არ არის. და აქ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამხელს იმას, რაც რეალურად ხდება. მათ ძალიან უნდა ეშინოდეთ, რადგან ჩემი აზრით მათ არაერთი გზით ჩაიდინეს თაღლითობა, საგადასახადო თაღლითობა, არადეკლარირებული შემოსავალი. რადგან შეუძლებელია, რომ ის ცხოვრება, რომელსაც ისინი ეწევიან, დაფინანსებული იყოს იმ შემოსავლით, რომელსაც ისინი აცხადებენ. ან ისინი იღებენ მეტ შემოსავალს, რომელსაც არ აფიქსირებენ, ან იღებენ საჩუქრებს, რომლებსაც არ ასახავენ. რაღაცა ძალიან საეჭვო ხდება. და ეს მხოლოდ მაშინ, როცა უყურებ მათ უძრავ ქონებას. იცი, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ვინმე იყოს იმდენად ეგოისტი, რომ იფიქროს, პრეზიდენტად იყრის კეინს და მსოფლიო არ ეცდება გამოიძიოს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. ჩემთვის თუ პოლიტიკაში დასვლა გინდა, უნდა დარწმუნდე, რომ შენზე არანაირი სკანდალი არ არსებობს, რომელსაც გამოავლენენ და შენი გადასახადები სრულიად სუფთაა. მაგრამ წარმოიდგინე, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ გჯეროდა ამ დონეზე ფულს იპარავდი, როცა ასეთი ცნობილი ხარ და მიდიხარ ყველაზე ცნობილ პოზიციაზე და შენი გადასახადები არ ემთხვევა შენს ხარჯებს, რაც ძალიან მარტივი მათემატიკური კითხვაა. რამდენი შემოსავალი გაქვს დეკლარირებული? ეს ემთხვევა იმ თანხას, რასაც ხარჯავ? ეს ხომ რთული შესამოწმებელი არ არის.
წარმოიდგინე გჯეროდეს რომ ამას დაუსჯელოდ გააკეთებდი, რომ შეგიძლია სხვები დაადანაშაულო შენი ცოლის შეურაცხყოფაში ან მის გაკრიტიკებაში, მაშინ როცა თავადაც გქონია სხვების ცოლების გაკრიტიკების შემთხვევა. წარმოიდგინე რომ ასეთი კამპანიის ჩატარება შეგიძლია და გონია რომ დაუსჯელოდ გამოხვალ და ხალხი ამას ვერ შეამჩნევს. ეს მართლაც შოკის მონგრელია. და სწორედ ასეთი ეგოცენტრული მანიაკი არ გინდა რომ ხელისუფლებაში იყოს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.